ამას იმიტომ ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ, რომ აქ მდგომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული რა ბრძოლაში არის შესული. და ქვეყნის დასაცავად, როცა ხარ და როცა იბრძვი და როცა ბავშვობიდან ესე გაგზარდეს ადამიანი, რომ უნდა იყოს შენი ქვეყნის პატრიოტი, მერე რაღაც ციხით დაგემუქრებიან თუ რაღაც ჯარიმებით, ეს ხდება უკვე მეორეხარისხოვანი და ასევე უნდა ვახსენოთ ლოგიკა, ხო, რაღაცა საკანონმდებლო ნორმას რო იღებ, რაღაცა რეალურ საჭიროებას ხო უნდა ეფუძნებოდეს, რაც საზოგადოებაში არსებობს, ხო, პირბადის გაკეთებას რო გძალავ და ტროტუარზე დგომას რო გძალავ, ეს ხო სასაცილოა უბრალოდ. ასეთ რეალობაში რო არ ვიყოთ მთელი ქვეყანა, ამაზე უნდა ვიცინოდეთ ახლა ჩვენ. აქ ვითომ იმ მოტივით მიიღეს, რომ აი ტროტუარზეც აღარ დადგეთო, რომ ხალხი წუხდებაო, არავინ არ წუხდება, არათუ წუხდება მოსახლეობა, აი მანქანები გაბმული სიგნალებით ხვდებიან დემონსტრანტებს, რომლებიც აქ დგან და ვინმე თუ წუხდება რეალურად ამ ქვეყანაში და ძალიან ვიწრო ჯგუფია ეგ, ვინ წუხდება, ის ადამიანები სამწუხაროდ ტროტუარზე არ დადიან და ქალაქის ქუჩებში ფეხით არ გადაადგილებიან, დიდ შავ ჯიპებში სხედან და იმათ აქ ყოფი ხალხი ნამდვილად არ აწუხებთ. იმის გამო რომ ტროტუარზე დგან, მაგრამ სხვა რამის გამო ვაწუხებთ. იმის გამო ვაწუხებთ, რომ ჩვენ ხელს უშლით იმ რეჟიმის საბოლოო ჩაბეტონებაში, რისი გეგმაც არის ჩრდილოეთში დაწერილი და ამიტომ ვაწუხებთ ეს ამბავი. მარშებიც დაანონსდა და აუცილებლად გაგრძელდება, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება. საქართველოს კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი და დგას ყოველგვარ სხვა კანონმდებლობაზე თუ მინისტრის ბრძანებაზე მაღლა. ერთი კანონი მაინც თუ გახსენდებათ, რომელმაც იმუშავა, გვახსოვს პირბადეების აკრძალვა, ჯარიმები ძალიან დიდი ქუჩის გადაკეტვის გამო და ახლა ეს ახალი კანონი. ხო, ხალხი მაინც ქუჩაში დგას. აი რომელიმე კანონმა თუ იმუშავა აი ამ ხალხის წინააღმდეგ. მე არ მგონია რომ საერთოდ იმიტომ იღებდნენ ამ კანონებს, რომ თვითონაც ჯეროდეთ რომ რაღაც იმუშავებს და ამის გამო პროტესტი გაჩერდება. ამ კანონებს და ყველაფერს ზოგადად იმიტომ აკეთებენ, აი ზურა ჯაფარიძის ყინვაში გამოგდება, იყო ამის კარგი მაგალითი. უბრალოდ უნდათ რომ ატკინონ და ბოროტულად სამაგიერო გადაუხადონ ადამიანებს. იმიტომ იღებენ ამ კანონებს, რომ რაღაც დამატებითი დისკომფორტი შეუქმნან, რაც ჯარიმა ვერ შეუქმნან, რაღაც სიხე ვერ შეუქმნან, რაღაც იქნებ დამატებით რაღაცნაირად ატკინონ და რაღაც სამაგიერო გადაუხადონ ამ ადამიანებს. თორე ეს კანონი რომ არ იმუშავებს და ამის გამო ხალხი რომ სახლში არ დაждდება და საქართველოს დაცვას რო არ შეწყვეტს, მათაც კარგად იციან ესე მგონია.